Ei მაგალითად ბოლო თემა განათლების რეფორმაზე რო ისაუბრე. ეხლა რაც შეეხება მართალი არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია. რა ქენი ამ განათლების ნახე რა წაიკითხე თუ არ წაიკითხე? წავიკითხე. და რა წერია? ძალიან კარგი რეფორმები ტარდება. არა, როგორ არა მაგალითად. სხვათა შორის განათლების მინისტრთან მქონდა რამოდენიმეჯერ ჩემ თემაზე შეხვედრა. მე სხვათა შორის იუმორი კი ძალიან მიყვარს და ყველას გონია რომ სულ გაიხასიათზე ვარ, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ თემებს ვეჭიდავები. როგორც ოდესღაც 2005 წელს იყო ეს ჩემი თავი აღმოვაჩინე ტელევიზიაში და მეგონა რომ ეს იყო ჩემი მოწოდება და ნუ აი ძალიან მომწოდა და ძალიან მიყვარდა. აღმოჩნდა რომ ეს თურმე იყო იმ ეტაპისთვის ჩემი საქმე და ამ ეტაპისთვის ბევრად სერიოზულ საქმეში ვარ და უბრალოდ ვცდილობ რომ საერთოდ ესეთი გამონათქვამი არსებობს რომ ვინც ძალიან ბევრს იცინს იმას ძალიან დიდი სევდა აქვს რა ანუ და არა მგონია ჩემთანაც ამყვანს ექსევდა კონდეს თუ გაგრიჭებულია ცხენი ხო მაგრამ ნუ ეხლა რა თავის პრობლემები ყველას აქვს მაგრამ მე არ მიყვარს ზოგადად პრობლემების აფიშირება რეფორმიდან რა ერთ-ერთი განათლების რეფორმიდან ძალიან მომწონს რომ წიგნები როგორც საჯაროში ასევე მაშინ კერძო სკოლებში შევა ერთი და იგივე და ჩვენ ეხლა კერძო სკოლებში ვისაც დაგვყავს მაგალითად ბავშვები ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი შულები მყავს როგორც იცით და კერძო სკოლაში იმხელა გადასახადი არა პრობლემა უნდა იყოს წიგნებს ცალკე ყიდულობ ანუ მიხდი რა 8000 რო იყდი მაგრამ ეს 10 წიგნით იყიდე და გეგონოს არც ეგ არ ჯდება ცოტა როცა სამი შვილი დაკავს სკოლაში და მეოთხე უნდა მიიყვანო მეოთხეჯერ არ დადის სკოლაში და ხო ისე 4 ყავს სამი გოგო და ერთი ბიჭი კი ხო და წიგნების ფორმების მე ვფიქრობ რომ მოსწავლეს უნდა კონდეს თავისი ესთეტიური სახე ხვდები ანუ აუცილებელი რომ ბავშვს ეცვეს ფორმა მე სხვათა შორის ესე შევარჩიე სკოლა რომ ფორმა მე ხო ფასიანი ეს ხო უნდა იყიდოს მშობელმა ნუ ეხა ფორმა ერთჯერადი ხარჯია ხვდები ყიდულობ რამოდენიმეს და მე უკვე ხო გაჩე რა ფასი ექნება მაგ ხო მაგრამ კი ეცა სამი გოგო ჩვენ ისე გვიჭირდა რა სკოლაში როცა სახში სისკვეთს ახო სხვათა შორის მეც ძალიან მომწონდა სკოლაში ფორმით მოძრაობდი, იმიტომ რომ ჩემ დროს საერთოდ არ იყო ეს თავისუფლება ეხლა რაც მე მგონია ვიღაცამ აი ძალიან მაგარი ბიზნესი მოხდა და ფორმებს კერავს და იმენა წარმოიდგინა. არა, ფორმები აქვს რამოდენიმე სკოლას, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უკვე ერთიანი სახე ექნება. და უნივერსიტეტების გაერთიანებასაც ალბათ თავის დატვირთვა აქვს, თუმცა ეს ღრმად ეხლა მე მაგ თემაში ნამდვილად ვერ შევალ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების რეფორმაზე ვისაუბრო. ამაზე ჯობია პრემიერმა და რექტორებმა ჟურნალისტიკა. ისა უნივერსიტეტი? სირი აკადემია. Все, окей.